სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა დღეს საშინელი სამჟაროს ხსენება და ამავე დროს დაემთხვა დღესასწაული მირქმის. ალბათ გახსოვთ მრავალგზის გვისაუბრია ამ დღესასწაულებზე მრავალგზის გვისაუბრია საშინელ სამჟაროზე განგვიმარტავს ასევე მრავალგზის გვისაუბრია მირქმის დღესასწაულზე. მაგრამ და თითქოს რამდენი რამე ითქვა და რამდენი რამე წაგვიკითხავს. მაგრამ როცა მოახლოვდათ კვლავ ეს დღეები და როცა ალბათ კიდევ ჩაუღმავდა თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავს დაინახა რომ მიუხედავად იმისა რომ მრავალი თქმულა და წაგვიკითხავს და გაგვიგია თითქოს არც არაფერი ვიცით, არც არაფერი წაგვიკითხავს, არც არაფერი გაგვიგია. ხშირად გვითქვავს რომ ქრისტიანი ყოველთვის თავიდან და თავიდან უნდა იწყებდეს. ყოველთვის უკმაყოფილო საკუთარი თავით, ყოველ დილას თავიდან უნდა იწყებდეს, რომ ეგების ამ დღიდან მაინც რაღაც შეიცვალოს ჩვენში. ეს ამგვარი განწყობა არ არის უბრალოდ სიმდაბლის გამოვლინება, რომელიც თავისთავად ცხადია, ცუდი სულაც არ არის. მაგრამ არამედ ეს განწყობა და ეს განცდა, რომ თავიდან და თავიდან უნდა დავიწყოთ და ამის მოთხოვნილება უნდა გქონდეს, არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობის სწორი, რეალური და ადეკვატური აღქმა. თითოეული ჩვენთაგანში ღვთის სიტყვა დათესილია ჩვენს გულში, ვითარცა მარცვალი. მაგრამ ყველას გვაქვს გამოცდილება თუ როგორ მოუშვია ეს სიტყვა ეკლებს, როგორ გაუხმია მზის ცხუნვარებას იმ თესავის სიგავს ვიხსენებ და როგორ ვერა და ვერ და არა და არ გამოუღვია ნაყოფი. მრავალი მიზეზი აქვს ამას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი არის ის დაცემული ბუნების გარდა ჩვენი წარსული ცხოვრება. თუ ჩვენ გადავავლებთ ხოლმე ჩვენს წარსულ ცხოვრებას, განსაკუთრებულად იმ ცხოვრების იმ პერიოდს, როცა ჩვენ უღმრთოებაში ცხოვრობდით, მე ჩემ თავზე ვიტყვი, იმდენი რამეა გაკეთებული ცუდი, რომ ის გვახჩობს. საშუალებას არ გაძლევს გაიხარო და თუ მას აყევი და გაყევი, უსკულის პირას მიგიყვანს, სასოწარკვეთილების პირას მიგიყვანს. შემდგომში როცა ვიხსენებ ჩვენს ჩადენილ უღირსობებს, ცოდვებს, უღირს აქციელს, მას შემდეგ რაც ჩვენ ქრისტეს შევიცანით, შეიძლება კიდევ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გულს უფალი შეეხო და ჩვენ ღმერთი დავინახეთ და მოვედით, რამდენჯერ გვიღალატია და რამდენჯერ ისეთი რამე ჩაგვიდენია, რაც მორწმუნესაც კი არ ეკადრება, ურწმუნოსაც კი არ ეკადრება. და ეს ყოველივე ჩვენს თვალწინ არსებობს და ჩვენ თუ ეს არ დაგვავიწყდება, არც ხისი განკითხვის სურვილი გვექნება, არც თავს აღვიმაღლებთ და როდესაც აი დღევანდელ დღეებს, ამგვარ დღეებს მიუახლოვდებით, როგორიც არის მირქმის დღესასწაული, ხსენება ამ საოცარი დღისა, რომელიც ისტორიულად მოხდა და რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში უნდა განმეორდეს და როცა ასევე საშინელ სამჟაროს ვიხსენებთ, რომლის წინათ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი უკვე ამ ცხოვრებაშივე დგას, აღმოვაჩენთ, რომ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ცუდი, რაც ჩვენ წარსულში ყოფილა, როგორ წინააღმდეგობას გვიწევს, რომ უფალთან მივიდეთ, უფალს შევხვდეთ, უფალს მივიახლოთ, როგორ გადაულახავ ზღუდეთ არის ეს ყოველივე ჩვენთვის, ჩვენსა და ღმერთშუა და კიდევ უფრო მეტი უარესი ის, რომ ჩვენ ამ ყოველივე ძალიან ხშირად ვივიწყებთ. და გარდა ამისა, ჩვენ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, სისხლამდე წინ არ აღუდგებით ჩვენს დაცემულ ბუნებას, მის ცოდვიან გამოვლინებებს და ვეფერებით, ველოლიავებით, ემად არ ეტკინოს, ემან არ ეწყინოს, არ შეცივდეს, დისკომფორტი არ შეექმნას. აი ამ ბოლო პერიოდში ჩვენი საუბრები ხო თქვენთან ურთიერთობით იბადება ძირითადად და ასევე თითოეული ჩვენთაგანის ღმერთთან ურთიერთობის მცდელობით.
აი ამ პერიოდში ძალიან ხშირად ქონდა აი ბოლო კვირა საუბარი ისეთ ყველაზე იოლად დასამარცხებელ ცოდვაზე, როგორიც არის თამბაქოს წევა. და მე აღარ მახსოვს ახლა სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვიხსენებ ვის, მაგრამ რამდენიმე ადამიანს ამ თემაზე ვესაუბრე და მე მათ უთხარი და ყველა თქვენთაგანს ვეუბნები, რომ ადამიანი მე გავიხსენე და ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, ადამიანი, რომელსაც აქ ნათქვამი, რომ დიახ, რა თქმა უნდა, თამბაქოს ცოდვა და მან თავი უნდა დაანებოს. და სწორედ ამიტომ ეზიარება, ხო, როგორც ყველა ცოდვილი ვეზიარებით, ასევე ამ ცოდვითაც ეზიარება ადამიანი, ოღონდ ცდილობს, რომ თავი დაანებოს და ვერ დაუნებებია. ანუ ყოველი ადამიანი, რომელსაც ვერ დაუმარცხებია ეს ყველაზე იოლად მოსარევი ცოდვა, იმიტომ რომ იგი შეძენილი ცოდვაა და არ არის თანდაყოლილი ეგოიზმივით, შურივით, ანგარებასავით და ასე შემდეგ, სიამაყივით. ანუ ეს თანდაყოლილი არის, ამიტომ ადვილად მოსარევი ცოდვა და მე გითხარით, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ამ ცოდვას ვერ ერევა, ვერ ვითარდება სულიერად. ერთ ადგილას არის გაყინული, არც წინ მიდის, არც უკან. ფაქტობრივად ეს ნიშნავს არაქრისტიანულ მდგომარეობას, იმიტომ რომ ადამიანი თუ სულ წინ არ მიდის, ესე იგი ის ქრისტიანულად ვერ ცხოვრობს. იმიტომ როგორ შეიძლება ადამიანი ხედავდეს ღმერთს გულით და მუდამ არ ქონდეს შიმშილი და წყურვილი. ეს ერთ ცოდვას ეხება მხოლოდ. და რატო ვერ ერევა ადამიანი ცოდვას? აი ამ ყველაზე მარტივ მოსარევ ცოდვას. იმიტომ რომ მას არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მთელი არსებით ბოლომდე შეებრძოლოს ნებისმიერ ცოდვას ქრისტეს სიყვარულისათვის. და თუ ამას ვერ მოერევა, როგორ მოერევა ადამიანი განკითხვას, რომელიც მთელი შენი ცხოვრების გადაფასებას მოითხოვს. შენი ცხოვრების აი 180 გრადუსით შესვლას მოითხოვს. საკუთარი თავის ჯოჯოხეთში მყოფობას მოითხოვს, რომ სხვა არ განიკითხო. როგორ მოერევი ეგოიზმს, რომელიც შენი ბუნებაა, როგორ მოერევი სიამაყეს, ამპარტავნებას, რომელიც ასევე შენი ბუნებაა. შურს, სიამეთ მოყვარეობას, მომხოჭელობას. ეს ყველაფერი ჩვენი ბუნებაა. და როცა ადამიანს ამგვარი რამ აწუხებს, როცა ჩვენ ამგვარი ცოდვებით შებორკილნი ვართ, როგორ შეიძლება რომ შევხვდეთ ღმერთს და როგორ შეიძლება თავაწეულები ვიდგეთ საშნელ სამჯავროს. საშნელი მირქმა და საშნელი სამჯავრო. შეიძლება აი ესე დავყოთ მირქმა, ეს არის შეხვედრა უფალთან დღეს. ის ისტორიულად რაც მოხდა, როცა სიმონ მირქმელი ხვდება უფალს, ეს ისტორია მეტაკლებად იცით, ამას არ მოგიყვებით, ეს არის თითოეული ჩვენთაგანისათვის დაწერილი, რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ უფალს და შევხვდეთ დღეს, არა ხვალე, არამედ დღეს. მე ამას პირდაპირ გაგებით ვამბობ, არ ვამბობ გადატანითი მნიშვნელობით, პირდაპირ გაგებით. თითოეული რატომ? იმიტომ რომ ჩვენში ეს განწყობაც არის. გადავდოთ უფალთან შეხვედრა ხვალისათვის. ხვალე მე შევძლებ უკეთესი ქრისტიანი გავხდე. ხვალე მე შევძლებ უფრო მეტად შევებძოლო ჩემს ცოდვებს. ხვალე მე შევძლებ უფრო მეტად უარი უთხრა ამა სოფლის იმ ვნებებს, ამა სულიდან მოსულს, ამა სოფლის სულიდან მოსულს, რომლებიც წეღან ჩამოვთვალე. აი დღეს ცოტა მოდუნებული ვიქნები, არა უჭირს, აი ხვალიდან დავიწყებ. მაგრამ დღეს უნდა შეხვდე, ხვალე არ არსებობს. და საშნელი სამჯავრო, უფალთან შეხვედრა მარადისობაში. რომელიც ასევე რა თქმა უნდა დღეს იწყება, ამასაც ვნახავთ და ვიტყვით. დღეს, რატო ვერ ხვდებით ჩვენ უფალს დღეს? რატომ შეიძლება რომ ადამიანმა ისე იცხოვროს წლები ქრისტიანულად, რომ უფალთან შეხვედრის განცდა არ ქონდეს? რატო გვემართება ჩვენ ეს? იმიტომ რომ ჩვენ დაკარგული გვაქვს ცხოვრების საზრისი, ამ ქვეყნიური ცხოვრების საზრისი და მიზანი საერთოდ. ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაზე კარგად ვიყოთ, ჩვენ გვინდა რომ ჯანმრთელნი ვიყოთ, ჩვენ გვინდა რომ დიდხანს ვიცოცხლოთ. აი სიმონ მირქმელმა რამდენი ხანი იცოცხლა, ხო? გარდამოცემით ლამის 300 წელიწადი. ამბობენ გარდამოცემით ესეა, რომ ეს ის ადამიანია ერთ-ერთი, რომელმაც წმინდა წერილი ბერძნულად თარგმნა. ანუ დიდხანს იცოცხლა. მაგრამ რისთვის იცოცხლა სიმონმა დიდხანს? რა საკეთებდა იგი ამდენი ხნის განმავლობაში, რას ელოდებოდა, რა ენატრებოდა, რისკენ იყო მისი მზერა მუდმივად მიმართული. და რისთვის გვინდა ჩვენ დიდხანს ამ ქვეყნიური გაგებით ბედნიერად, ჯანმრთელად, ფუფუნებით და კარგად ცხოვრება.
მიზანი რა არის? ქრისტიანს დიდხანს სიცოცხლე, ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენ რატომაც არა, დიახაც უნდა გვინდოდეს დიდხანს სიცოცხლე. ჯამთელად ვიყოთ, ჩვენთვის შვილებისათვის, ჩვენი ახლობლებისათვის, ჩვენ ყოველთვის რაც არ უნდა მორწმუნენი ვიყოთ, ჩვენ გვაწუხებს, რომ ადამიანი მიდის ჩვენგან, ჩვენ ტირით, დარდობთ, გლოვობთ, გვენატრება. თითოეული ჩვენთაგანი გავრბის ნაადრევ გარდაცვალებას. მაგრამ რისთვის ეს ყველაფერი, რისთვის დიდხანს სიცოცხლე? ნუ თუ იმისათვის, რომ ამ ქვეყნიური ცხოვრებით დავტკბეთ, ნუ თუ ამ ქვეყნიური ტკბობისათვის, თუ იმისათვის, რომ ღმერთს შევხვდეთ. როგორც კი ეს სიტყვა თქვი ღმერთს შევხვდეთ, მე ხა ჩემ თავს უკვირდები. რა თქმა უნდა, ამისთვის უნდა მინდოდეს, იმიტომ რომ მე შევხვდი ღმერთს. ანუ მე აღვასრულე ის, რისთვისაც მომიყვანა უფალმა ამ ქვეყანას. მე ჩემი მთავარი საქმე გაკეთებული მაქვს თუ არა მაქვს. კი ჩვენ აქ ვდგავართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გულს ღმერთი შენახებია, ჩვენ ესე აქ როგორ მოვიდოდით. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ღვთის დამსახურებაა, ღვთის წყალობაა. ძალიან ხშირად ჩვენი აქ მყოფობა განპირობებულია არაჯანსაღი რელიგიური გზნობებით და განცდებით, რომელიც ნაზავია წარმართობასთან, ეს ცალკე მხარე, ცალკე პრობლემაა კიდე. მაგრამ ამის გარეშეც ჩვენ ხო ხვდებით, რომ თუ რამე ღირებულია, ეს არის ღვთის წყალობა, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია იმისათვის. არ გაგვიწირავს თავი, არ ყოფილვართ მოწამენი ამ სოფელში, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთია ადამიანად მოსული. მოწამენი არ ყოფილვართ ამ სოფლის სულის წინაშე. არ დაგვიმოწმებია ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი თავგანწირვით, ჩვენი ერთგულებით, ჩვენი გმირული სულით. ჩვენი ხალასი, ბავშვური რწმენით. არ ყოფილვართ ნათელნი ამასოფლისა, არ ყოფილვართ მარილნი ამასოფლისა, ვერ გამხდარვართ ჯერ მოწაფენი ქრისტესნი. ანუ აქტიურად მაცხოვრებელი ვითარცა მახარებელნი ამასოფლისან. ესე იგი, გამოდის რომ რისთვისაც ჩვენ დავიბადენით, ჩვენ ეს საქმე ჯერ არ აღვისრულებია. თქვენ მოდიხართ პერიოდულად საუბრობთ, ჩვენ ხო საუბრობთ და ამბობთ, ან გაწუხებთ, რომ თქვენი ამ ქვეყნიური ცხოვრების მისია ვერ შეასრულეთ, თქვენი ცხოვრების გზა ვერ ნახეთ, ადგილი ვერ ნახეთ, თქვენი თავის რეალიზება ვერ მოახდინეთ. ეს მრავალ თქვენთაგანს აქვს ნათქვამი, მრავალი თქვენთაგანი ამაზე ფიქრობს. და ხშირად ვამბობთ, და რა არის ამ ქვეყნიური ცხოვრების არსი, მიზანი, რაში უნდა მოახდინოს ადამიანმა რეალიზება საკუთარი თავის. ჩვენ ვიცით ურწმუნო ადამიანის ამგვარი გამონათქვამი, რომ მე უნდა მოვახდინო ჩემი თავის რეალიზება, მაგრამ ქრისტიანმა ეს ასე არ უნდა თქვას. რაში შეიძლება ქრისტიანმა მოახდინოს თავის რეალიზება? და ჩვენ ამ დროს წმინდა წერილი მიგვანიშნებს გარეგნულად ყველაზე პასიურ მდგომარეობაზე, მარიამი, რომელიც უფლის ფეხთან ზის, საყვედური მართასგან გახსოვთ, რომელიც აქტიურია, მაგრამ მარიამი, რომლის მდგომარეობა იმგვარად ისეთი ძვირფასია, რომ ის არასოდეს წაერთმევა მას არც აქ და არც მარადისობაში. აი ადამიანის ყველაზე დიდი, მაქსიმალური შეიძლება საქმე, დიადი საქმე, რომელიც მან შეიძლება გააკეთოს, უფლის ფერხთით ჯდომა. ჩვენი თავის რეალიზება სად უნდა მოხდეს? და ჩვენ როცა ამას ვივიწყებთ და მე მოვედებით უამრავს. მე ადამიანი კითხვას სვავს, როგორ ამ ქვეყანაზე არაფერი უნდა ვაკეთო? რა თქმა უნდა აკეთო, მაგრამ ამ ქვეყნიური საკეთებელი ჩვენ თავად ღვთისაგან გვეძლება და გვენიჭება. სასუფეველი ეძებეთო და ყველაფერი მე ვიცი, თქვენ რა გჭირდებათ. ჩვენში აღზარდოთ მარიამის სულის კვეთება. და როგორც კი ჩვენ ამას ჩვენში აღვზდით, ჩვენ საკეთებლს უფალი გვიბოძებს და გაგვაკეთებინებს. აი როგორ წერია სიმონ მირქმელის შესახებ ლუკა მახარებლის მეორე თავში. და იყო მისსა უწყებულ სულისაგან წმინდისა, არა ხილვად სიკვდილი. ანუ მას ღვთისაგან ქონდა ცოდნა, რომ ის დიდხანს იცოცხლებდა. მაგრამ რისთვის? ასევე ღვთისაგან ქონდა
ცოდნა, მაგრამ ეს ცოდნა მას ჰქონდა და დაიწერა ჩვენთვის. მიეცა მას მისთვის, მაგრამ დაიწერა ჩვენთვის. რისთვის ჰქონდა ეს? რისთვის უნდა ეცოცხლა დიდხანს? ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლის. ანუ ქრისტეს ხილვაზეა საუბარი. მაგრამ ეს სიტყვები ჩვენს გვეხება. ყველაფერი რაც დაიწერა ჩვენ სამოზღრებლად დაიწერა, როგორც წმინდა წერილივე გვასწავლის. ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ იმდენ ხანს, სანამ არ გვექნება გამოცდილება ქრისტესთან ურთიერთობისა, ცოცხალი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. ამისთვის ვართ მოსულები, ამისთვის ვართ დაბადებული. ამისთვის მოგვეცა მადლი რწმენისა, ამისთვის მოგვეცა რწმენა, გვებოძა რწმენა ყოვლა წმინდა სამებისა და განკაცებული ღმერთისა. ამისთვის მოგვეცა რწმენა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ამისთვის მოგვეცა შესაძლებლობა ეკლესიაში საიდუმლოებებში მონაწილეობის. ამისთვის მოგვეცა ცოდნა თუ როგორ ვიცხოვროთ ქრისტიანულად, როგორ ვისწავლოთ ლოცვა, როგორ ვეზიაროთ ღმერთს. მხოლოდ ამისთვის, რომ შევხვდეთ ღმერთს. რადგან ეს ჩვენში ჯერ არ რეალიზებულა. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ. მაგრამ მეორე მხრივ არ შეიძლება ადამიანი გაკადნიერდეს და თქვას, რომ მე ხვალეთ ზეგაც, მაზეგაც დიდხანს ცოცხალი ვიქნები. იმიტომ რომ ჯერ არ შევხვედრილ ვარ ღმერთს. ეს ხო გესმით, როგორი კადნიერება და თავხედობა. ამიტომ ჩვენ სიმდაბლით, მოწიწებით არც ერთი დღე უქმად არ გაუშვა. ისე როგორც ლოცვაში არც ერთი სიტყვა არ უნდა გაუშვათ უქმად. ყოველ სიტყვასთან, ყოველი სიტყვისათვის უნდა ვიბრძოლოთ. რომ უქმად არ ამოვიდეს ჩვენი ბაგეებიდან, წმინდა მამათა მიერ გულიდან აღმოთქმული ეს საოცარი სიტყვები, რომელიც ღმერთთან გვაკავშირებს. ასევე არც ერთი დღე არ უნდა გავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან ისე, რომ ეს იყოს დაკარგული. არადა რამდენი დღე გვაქვს დაკარგული, აი რომ გავიხსენოთ ეს საკუთარ თავზე, რომ ვიფიქრო, რამდენი დღე, კვირა, თვე და არა წლები, რამდენი წლები მაქვს დაკარგული, ჩემი ცხოვრებიდან ამოჭრა. არც არაფერი დამემატება, არც არაფერი დამაკლდება. თუ ვიგულისხმებ იქ რამდენი ცოდვა ჩამიდენია, ეგება დამემატოს კიდევ. რამდენი? რამდენი ხან ცხოვრობს ადამიანი? ამიტომ ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს. და არც უფლის გამოცდა არ შეიძლება, რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს. ასევე ლუკა მახარებლის ისევე მეორე თავში, აც განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებ შენი სამშვიდობით. და ნახეთ, ეს სვიმეონის სიტყვებია. მას იგი მზად არის გარდაცვალებისათვის. მას უხარია გარდაცვალება. მსგავსი რამ მრავალწმინდანს უთქვავს, იგივე პავლე მოციქულს, რომელმაც იცის, რომ მას მოელის უკვე გვირგვინი. გესმით, მას უნდა რომ გავიდეს ამ სოფლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხედავს, რომ უამრავი საქმეა ჯერ საკეთებელი, იქვე ამბობს. ანუ ადამიანი, რომელიც მზად არის ამ სოფლიდან გასვლისათვის და უნდა კიდევაც, ოღონ არა სასოწარკვეთილებით, არა პატივმოყვარეობით, არა რაღაც ეგზალტირებულ მდგომარეობაში, არამედ ძალიან მშვიდად, წყნარად, გაწონასწორებული, სიხარულით, ბედნიერების განცდით, სიყვარულით უნდა გასვლა ამ სოფლიდან, იმიტომ რომ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენ. ადამიანი, რომელიც ღმერთს ბოლომდე იხილავს, მიიქვავს, გულში ჩაიკრავს, რა თქმა უნდა, მას ამ ქვეყანაზე აღარაფერი უნდა, მთელი სამყარო რო აჩუქვა აღარ უნდა, იმიტომ რომ ქრისტე ნახა და ნახა ისეთი სისავსით, რომ ის აღარ დაშორდება, აღარ დაეცემა, აღარ დაკარგავს. აი ჩვენი ცხოვრების მიზანი და საზრისი, აი ჩვენი საკეთებელი, აი რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ, აი როგორ უნდა მოვემზადოთ ამ ცხოვრებიდან გასვლისათვის, აი როგორ უნდა და რისთვის უნდა ვიცხოვროთ ამ სოფელში. და ეს თითოეული ჩვენთაგანი საკეთებელი. როგორც კი ადამიანი აი ამ საკეთებელს დაიწყებს, როგორც კი მთელი არსებით აი ამ საკეთებელში გადაეშვება, მერე უკვე დაგვავიწყდება, აღარ იქნება ის საშინელი ჩვენი წარსულის გახსენება, რომელიც იმდენად დამდგუნველია, რომ შეიძლება საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანო, თუნდაც სიტყვიერად, რომ არა ხარ შენ სიცოცხლის ღირსი თეოდორე, იმდენი რამე ჩაგიდენია, იმდენი რამე გიკადრებია,
შენ სიცოცხლეს ღირსი არ ახარ. თუ ღმერთი სამართლიანად მომექცეო და მე დღეს დიდი ხნის გარდაცვალებული უნდა ვიყო. ძალიან დიდი ხნის. პატარა ყმაწვილობიდანვე. მე ამას სიმბოლურად კი არ მომბობ, მართლა ვამბობ. მაგრამ ღმერთი არ არის სამართლიანი, არამედ ღმერთი არის მოწყალე, ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის ჩვენთან მყოფი. ჩვენთან მყოფი, როგორც სიკეთე, როგორც სიყვარული. და ამიტომ ვარ მე ცოცხალი. ალბათ ამიტომ არის მრავალი თქვენთაგანი ცოცხალი. კიდევ ერთი სვიმეონმა ღმერთი იცნო. იცით ისტორია ხო მრავალი ადამიანი იქ ერთადერთი ტაძარია იერუსალიმში და მრავალი ადამიანი მოდის უამრავი მიზეზით და მათ შორის ბავშვები მოყავთ და ერთ-ერთი ბავშვი სწორედ იყო ყრმაუფალი და სვიმეონმა იცნო. ესეც ჩვენთვის ამოძღვრებლად არის დაწერილი. ჩვენ ხშირად გვითქვავს, ჩვენ უნდა ჩვენში ავღზარდოთ ღვთის მადლით, მაგრამ ჩვენი მეცადინეობაც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენში უნდა ავღზარდოთ ადამიანი. ამას ეს არის ერთ-ერთი ნაყოფი სინანულის, რომელიც ჩვენს მეტამორფოზას იწვევს. ჩვენ უნდა ავღზარდოთ ჩვენში ადამიანი, რომელსაც შეეძლებოდა ქრისტეს ცნობა, მაშინ რომ დაბადებულიყო. ასევე ჩვენ უნდა ავღზარდოთ ჩვენში ადამიანი ისეთი, რომელსაც დღესაც შეეძლება ქრისტეს ცნობა. დღეს და საშინელი სამჯაროს იგავური სახე გახსოვთ. რამდენი თქვენ არ უყავით რომელიმეს, ვისაც ჭირდებოდა ეს და არ გაუკეთეთ, ანუ თანაგრძნობით არ მოეკიდეთ. ამით მე არ მომეკიდეთ თანაგრძნობად. და მამები ესე გვასწავლიან, რომ ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩემ წინ დგას და არ არის ადამიანი, რომელსაც რაიმე არ აწუხებდეს, არ ტკიოდეს, პრობლემა არ ქონდეს, ნუგეში არ ჭირდებოდეს. ამიტომ ყოველ ადამიანში მე უნდა მაქონდეს უნარი დავინახო ქრისტე, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ქრისტეს ხატია, ეს ძალიან რთული კი არ არის. ხშირად მithქვავს ჯარისკაცები, რომლებიც დასინოდნენ, რომლებიც ხელს ურტყავდნენ ქრისტეს, მათ არ იცოდნენ, რომ მათ წინ განხორციელებული სამყაროს შემოქმედი იყო. მაგრამ ამით მათი დანაშაული, ნაკლები სულაც არ არის. არ არის ნაკლები მათი დანაშაული. მიუხედავად იმისა, ისინი თითქოს ჯარისკაცები იყვნენ, თავის საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ მათ დაცინის უფლება, ცემის უფლება ესე ხო არ ქონათ. ყოველ შემთხვევაში ისინი ნაკლებად დამნაშავენი არ არიან, იმის გამო რომ მათ არ იცოდნენ, ვის ცემდნენ და ვის ურტყავდნენ. ასევე ჩვენ თითოეული ადამიანი, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს, ჩვენ უნდა გქონდეს განცდა სიბრალულის. რაც არ უნდა მისი ქმედება იყოს არაადეკვატური, უცნაური, შეურაცხადის მდგომარეობაშიც გვეჩვენებოდეს შეიძლება ადამიანი. ფიქრობდეთ რომ ეშმაკეულია, ფიქრობდეთ რომ შეგნებულ ბოროტებას ჩადის, ან უსინდისოა. მაინც უნდა გვებრალებოდეს ადამიანი. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ყოველი ადამიანის ქმედების იქით უკან რა არის, რა мотиваცია არსებობს ამ ქმედების. ამის გარეშე სიყვარული არ არსებობს. ერთმანეთის უძლურება უნდა ვიტვირთო და ესრეთ აღვასრულოთ ჯული ქრისტესი გვასწავლის პავლე მოციქული. და ეს ისეთი სერიოზული პრობლემაა. არა ერში, უბრალოდ არა ეკლესიის გარეთ, არამედ ეკლესიაში. და არა შორს, არამედ ჩვენ სამრევლოში. თუნდაც ჩვენი ეკლესიის მსახურებში, ან თუნდაც თქვენ სამრევლოში. მე იმდენი მაგალითები ვიცი, თქვენ ერთმანეთს რა ცუდად ეკცევით. უბრალოდ მერიდება ხოლმე, რომ ეს ამ პირში გითხრათ, ამ მიონდან მით უმეტეს მერიდება რო გითხრათ. და პირში თქმაც მერიდება. ეს იმდენად და არა მარტო მერიდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს იმდენად რატომ მერიდება, იმიტომ რომ ადამიანი შევიწროებული აღმოჩნდება და რაღაც თან შევიწროებული აღმოჩნდება და ვერ იგებს, ვერ გაიგებს. იმიტომ რომ ძალიან ძნელია ადამიანს მიუთითო რამეზე, როცა მას საკუთარი თავი მართალი გონია. და იმიტომ ავიწროვებს სხვას, რომ მართალი გონია. იმიტომ შეუძლია რაღაცა შენიშვნა მისცეს, შეურაცხყოს ადამიანი, იმიტომ რომ თვითონ რასაც ხედავს, ფიქრობს, რომ ეს არის. ჩვენ ცხოველისგან იმის განსხვავდებით, რომ ცხოველი სამყაროს ხედავს და აღიქვავს. ხოლო ადამიანი იმის განსხვავდება ცხოველისაგან, რომ ადამიანი არა მარტო ხედავს და აღიქვავს, არამედ
მას აქვს უნარი შემეცნებისა, სიღრმეში ჩასვლისა, სამყაროს შემეცნების და საკუთარი თავის შემეცნების. და ძალიან ხშირად ჩვენ როცა ერთმანეთის ქმედებას უყურებთ, ხო? აი შეიძლება უცებ ადამიანი შემოვიდეს დაგვიანებით თქვათ ეკლესიაში. შემოვიდა დაგვიანებით ეკლესიაში და მე რა თქმა უნდა ბუნებრივად ეგრევე მეწყება განკითხვა. როგორ შემოვიდა, როგორ იქცევა, რა დროს მოსვლა იყო თქვათ. შეიძლება ადამიანს უთხრა ესეთი რამე. შევწუხდი და ასე შემდეგ. და განვიკითხო. მაგრამ მე ხო არ ვიცი რატო შემოვიდა გვიან. მე ხო არ ვიცი რა მოხდა, რა არის მიზეზი. და ამ დროს მე როგორც ადამიანი არ ვმოქმედებ. იმიტომ რომ მე ამას მოვლენას აღვიქვავ ზედაპირულად და შემეცნების არ წვდები მოვლენას. ქრისტიანებს ერთმანეთი არ გვიყვარს, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. მე ძალიან კარგად ჩანს იმ ადამიანებში, რომლებიც ერთად ძალიან დიდხანს არიან. მე არ ვიცი მონასტერში როგორ არის, მაგრამ აი ჩვენთან ესეთი კრებული არის მაგალითად ეკლესიის მსახურები, რომლებიც ძალიან დიდხანს ერთად არიან, ჩვენ ერთად ვართ. და ხანდახან ისე მტკივა თქვენი უსიყვარულობა ერთმანეთისადმი. ღვთისმცემაში გეუბნებით, ბევრჯერ მიფიქრია, რომ მოდი რა წავალ აქედან საერთოდ. ან რაღაცა უფრო აქტიურ რაღაც მეთოდებს მივმართავ. მაგრამ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ხედავ რომ მე თქვენზე უარესი ვარ კიდე და თუ რამე ცუდი ხდება ეს ჩემი მიზეზით უფრო შეიძლება ხდებოდეს. თევზი თავიდან ყროლდება. ანუ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა ერთმანეთთან ურთიერთობაში. და თუ ეს არ გამოსწორდა, თუ ამაში რაღაცა შედეგი ვერ დავინახეთ. აი მე რო ხა მაგალითად მივცე ჩემ თავს მორალური უფლება, რომ ნიშანი დავწერო, თქვა ეკლესიის მსახურებს შორის როგორი ქრისტიანობა არსებობს, ნიშანი მორალური უფლება რომ მივცე ჩემ თავს. ხუთობით სისტემაში, ხო, მე ძველი იქიდან მოვდივარ. 2-იანს დავწერდი. ხოლო ჩემ თავს კიდე 1-იანს დაუწერდი. და როგორ უნდა ვიცნოთ ღმერთი? როგორ? რანაირად? იმიტომ რომ ქრისტე რომ მოვიდოდა, ჩვენ ვფიქრობთ, ქრისტე რო გვენახა, ჩვენ ვფიქრობთ, ქრისტე ყოველთვის ისე მოიქცეოდა, ჩვენ რომ გგონია, რომ სწორია და სიმართლეა. მე შემიძლია უამრავი ადგილი მოგიყვანო წმინდა წერილიდან და მომიყვანია კიდევაც პერიოდულად, სადაც უამრავი ნათქვამი, გამონათქვამი მაცხოვრისა და ქცევა ისეთი მიზეზი გახდებოდა ჩვენთვის, რომ შეგვეძულებინა მაცხოვარ, დესი არ გააკეთეს, რა, ნაძირლებს კი არ შეუძულებიათ ქრისტე. ისინი საკმაოდ ღვთისმოსავი და ზნეობრივი ადამიანები იყვნენ და ქრისტე მოიძულეს და როგორ მოიძულეს? ჯვარსაც უყვიროდნენ. და რატომ? იმიტომ რომ შესაბამისობაში არ იყო ქრისტეს გარეგანი ქმედებები და სიტყვები მათ ცნობიერებასთან, მათ შემეცნების უნართან, მათ სიმართლესთან. ზუსტად იგივე დაგვემართებოდა ჩვენ. ზუსტად. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ გარეგანს, ქრისტე შაბათს კურნავს, ჯულს არღვევს. ქრისტე იქ ვიღაცას გველის ნაშობს უწოდებს, თან მართალ ადამიანს. ქრისტე ვიღაც ცოდვილთან და ზის ჭამს და სვავს. მთელი ცხოვრება ნაძირალა და ავაზაკი იყო და 60-ში ჩემთან იქნები. იქ გაჭირებული ადამიანები მიატოვა და წავიდა ღამე რომ ელოცა და სიტყვა ეკადაგა და ვიღაც ესე იგი ავადმყოფები აღარ განკურნა. იმდენ მიზეს მოუნახავდით. რომ ქრისტე განგვეკითხა. იონი ნათლისმცემელი, მისი მეგობარი, ესე იგი მოწამეობრივად აღესრულება და არც გაუპროტესტებია. დატოვა ეს ადგილი, წავიდა სხვაგან. იცით რამდენ ადგილს მონახავთ? სადაც ქრისტე არ მოგეწონებათ. იმიტომ რომ თქვენ ზედაპირულად შეაფასებთ. ჩვენ უпростоრად ყველანი ადამიანები ესეთები ვართ. და როგორ ვიცნობდით ჩვენ ქრისტეს? მით უმეტეს, როცა აგე პატარა ბავშვი არაფერს არ აკეთებს, არც კარგს, არც სულს. პატარა ბავშვი არც კარგს აკეთებს, არც სულს. თავისთვის არ ყველა ბავშვი საყვარელია. და სვიმეონმა იცნო. და როგორ იცნო წერია? მოვიდა სულითა წმინდითა ტაძრად უფლისა. თუ არა მადლის მიერ შეუძლებელია იესო ქრისტეს შემეცნება. თუ არა მამისგან მოცემული ნიჭი ვერ მიხვდები. ვერ გექნება რწმენა, რომ იესო ქრისტე არის ძეღმერთი, როგორც პეტრეს ეუნება უფალი და თუ არა სული წმინდის მიერ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ვერავინ იტყვის უფალო იესო. და მივედით იქ, სადაც უნდა მივსულიყავით და რასაც ყოველთვის უნდა ფიქრობდეთ და ვამბობდეთ, სული წმინდის მადლის მოხვეჭა, ანუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება, ანუ ნამდვილი ქრისტიანობა. და არა უბრალოდ
სტანდარტული გარეგანი რელიგიურობა, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას არაფრის მომცემი არ არის. მეცას ვიტყვით ფარისეულობის, წიგნობრობის და ქრისტეს მკვლელური სულის წყაროა მხოლოდ გარეგანი რელიგიურობა და მეტი არაფერი. ის ზნეობრივი ნორმები, რასაც ჩვენ მივიღებთ გარეგანი ეკლესიური ცხოვრებით, მხოლოდ ბოროტების წყაროთ იქცევა, როგორც ეს ფარისევლებს ექცათ ბოროტების წყაროთ. ზნეობა წყარო ბოროტების. სიმეონი ახერხებს დაიტიოს ღმერთთან ურთიერთობა. სიმეონი იმ ადამიანის მდგომარეობაშია, რომელსაც შეუძლია ღმერთთან ურთიერთობის დატევნა. ეს იოლი არ არის. ეს ძალიან რთულია. და ჩვენ წმინდა წერილიდან ამასაც ხედავთ, როგორი იყო სიმეონი, რომ ეს შეძლო. ისე ლუკა მახარებელთან კითხულობთ, ისე მეორე თავი. როგორი იყო? კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისა. მართალი და მოშიში ერთად არის მოცემული. ნახეთ, ჩვენ გვაქვს ხოლმე პრეტენზია ვიყოთ მართალნი, მაგრამ გავიწყდება, რომ შეუძლებელია იყო მართალი, თუ არა ხარ მოშიში. რას ნიშნავს მართალი და რას ნიშნავს მოშიში? ანუ მართალი არის ის, სიმართლე არის იმასთან, არა იმასთან, ვინც ფიქრობს, რომ ჩემი სიმართლით უზომავ ამ სამყაროს. არამედ მართალია ის, ვისაც აქვს უფლის დაკარგვის შიში და ამ დაკარგვის შიშით ერთგულებს უფალს. რას ნიშნავს უფლის დაკარგვის შიში? რომ ხვდები, რომ სიცოცხლის და ბედნიერების წყარო არის ცოცხალი ღმერთი და ხედავ საკუთარ თავს, რაც არის. და ეს რა არის? ეს არის არსება, რომელიც ხოლოდ ჯოჯოხეთის ფსკერს იმსახურებს, იმიტომ რომ დაცემული ბუნება აქვს. ესეთად დავიბადენით, ადამიანის შვილები ვართ. ჩვენში არ არის შესაძლებლობა ღმერთთან ყოფობისა. ადამიანი ხედავს ამას, მერე ეს რეალიზდება ჩვენ ცხოვრებაში. ეს რო რეალიზდება ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ხედავთ, ანუ ეს დაცემული ბუნება, ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ ქრისტეს არ გვავართ ღმერთს, ეს ნიშნავს იმას, რომ მასთან ვერ ვიქნებით და დავკარგავთ და ეს შიში ჩვენში განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვაიძულებთ საკუთარ თავს, ვუერთგულოთ უფალს ყოველდღიურობაში მისი მცნებების აღსრულებით და ვიცხოვროთ ქრისტიანული ზნეობით. ამიტომ ამბობს უფალი ფილოსოფიის გარეშე, მე იმას უყვარ ვარ, ვინც ჩემ მცნებებს აღასრულებს. ადამიანი ასრულებს ამ ცნებებს ღვთის შიშის გამო, ანუ რო არ დაკარგოს ღმერთი. აი, ასეთ ადამიანთან შეიძლება იყოს სიმართლე. იმიტომ რომ ასეთ ადამიანი ვერ იქნება მოხიბლული საკუთარი სიმართლით. ანუ ღვთის მოშიში ადამიანი, რომელიც არ არის მოხიბლული საკუთარი სიმართლით, არის სინამდვილეში მართალი ადამიანი და არა ის, ვინც საკუთარი სიმართლით, ესე იგი, ვისაც საკუთარი სიმართლით თავი მოაქვს. აი ესეთ ადამიანს აქვს უნარი დაიტიოს ღმერთთან ურთიერთობა. გარდა ამისა, ღმერთთან შეხვედრისათვის და ამ ურთიერთობისა და ამ ურთიერთობის დატევნისათვის საჭიროა გარეგანი რელიგიური ცხოვრება, ოღონდ იმ მიზნით რა მიზანზეც ჩვენ წეღავ საუბრობთ. ეს არის მარხვა, ლოცვა და ურყევი რწმენა. და ამის მაგალითი არიან მართალი სიმეონი და ანა წინასწარმეტყველა, რომელიც ასული ფანუელისა, რომლის შესახებაც დღეს აღმოვიკითხეთ. ეს ორი ადამიანი სწორედ გამოირჩევიან თავიანთი რელიგიურობით, ურყევი რწმენით, მარხვითა და ლოცვით. ასევე წმინდა თეოფანი დაყუდებული ამბობს, რომ იქ იდგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც არის სისავსე ადამიანური ადამიანს რაც შეუძლია დაიტიოს ადამიანური ბუნება სისავსე სიწმინდის. ამიტომ აუცილებელია სიწმინდე. და იქვე არის იოსებ დამწინდველი. ეს მართალი ადამიანი, რომელიც არის სახე სიმდაბლისა და ღვთის განგებისადმი მდუმარე მორჩილებისა. რაც ჩვენ ძალიან გვაკლია. ჩვენ გვიჭირს ღმერთს დავემორჩილოთ, ამიტომ სულ ვწუწუნებთ, ვტვინავთ, განვიკითხავთ, ჩხუბობთ, ბრაზობთ. და როგორია მართალი სიმეონი? აი როგორი მორჩილება ღვთისა მდუმარეთ. არაფერს ლაპარაკობს. ზედმეტს მდუმარეთ არის, ჩედილშია, მაგრამ ახლა მისია აქვს. აი ეს აუცილებელი თვისებები ღმერთთან შეხვედრისათვის. და აი წეგანაც ამბობდით,
საშნელი სამჟავრო ეს მირქმის მაგალითებზე საუბრობდი საშნელი სამჟავრო ეს არის შეხვედრა ღმერთთან რომელიც აქვე იწყება როგორც გითხარით იმიტომ რომ ჩვენ აქ უფალი იქ საშნელი სამჟავროზე გაგვახსენებს ჩვენს აქაურ ყოფას ჩვენ ბევრჯერ და ბევრჯერ შეგვეძლო ქრისტე გვეცნო და დაგვენახა მაგრამ ამაზე უარი ვთქვი ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ მაშინაც ვერ ვიცნობდით ქრისტეს ვერ დავინახავდით გვეგონებოდა ერთი შემცდარი ან ჭკუიდან გადასული ან ამბოხის მოსურნე ადამიანი ან პატივმოყვარე რომელსაც რაღაცა სურს თავისათვის ჟულის დამრღვევი მით უმეტეს უზნეოების მეგობარი და ესე იგი სამართლიანად ჩავთვლიდით მის ტანჯვას ამგვარად ზუსტად ამგვარ მდგომარეობას ჩვენ ძალიან ხშირად აღმოჩნდებით ხოლმე. ამიტომ მარადისობაში თუ ჩვენ გვინდა რომ საშნელ სამჟავროზე ღმერთი არ დავკარგოთ და საშნელი რატომ არის? არა იმიტომ რომ ღმერთია თავად ღმერთი საშნელია თავისი დიადით, მაგრამ იგი არ არის საშნელი როგორც მსაჯული. იგი როგორც საჯული კაცთმოყვარია. მან თქვა გამოგვიტანა განაჩენი. მიუტევე მამაო რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. ჯვარზე. აი საშინელება ესე იგი ნიშნავს არა იმას რომ იგი როგორც საჯულია საშნელი, არამედ საშნელია ეს სამჟავრო იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით რა უკანასკნელ ინსტანციაში. ჩვენ მრავალი ბოროტება ჩავდივართ, ჩვენ მრავალგზის განვიჯებით სინდისის მიერ, საღვთო განგებულების მიერ და ასე შემდეგ ზნეობრივი კანონის მიერ და როცა წარუდგებით ქრისტეს წინაშე ქრისტე არის უკანასკნელი ინსტანცია შეიძლება ასე ითქვას ეს იურიდიული ტერმინი რო ვიხმაროთ იმის იქით ჩვენ უკვე ეს არის ბოლო სასამართლო ბოლო განშა და გამსჯელი ამ შემთხვევაში არის ყველაზე სრული კეთილშობილება სრული სახიერება სრული სიკეთე და როდესაც აი სრული სიკეთის წინაშე დგახარ სრული სამართლიანობის, სრული სიყვარულის წინაშე გახარ და იქ შენ ღმერთს დაკარგავ. რა თქმა უნდა ეს საშნელია, იმიტომ რომ ამის შეცვლა უკვე შეუძლებელი გახდება. იმის იქით აღარაფერია. ამიტომ არის ეს სამჟავრო საშინელი, რომ ეს არის ბოლო წამი, ბოლო წუთი, ბოლო წვეთი. და საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენი მდგომარეობისა, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. და აი მარადისობაში ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ გავმართლდეთ თუ სასუფეველში შევალთ ეს იქნება ნაყოფი უпростоრად სასუფეველში რას ნიშნავს სასუფეველი ეს არის ღმერთის სამეფო რა არის ღმერთის სამეფო ეს არის თავად ღმერთი აღდგა ამაღლდა ზეცა დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა ქრისტეზეა საუბარი და სადაც მე ვარ მინდა რომ თქვენც იქ იყოთ ანუ ადამიანი უნდა იყოს წმინდანი რომ შევიდეს სასუფეველში ანუ ჩვენ როცა წარდგებით ღვთის წინაშე და ეს მოხდება ხო თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში შენ თუ იქ არ წარდექი როგორც წმინდანი შენ ვერ ცხონდები ეხლა ამ გესმით წმინდანობა ჩვენი ვალდებულება წმინდანობა ის კი არ არის რომ ვიღაცა შეიძლება გახდეს და ვიღაცა არა ნუ რა მოხდა არა მაგრამ ღმერთი მოწყალე არა წმინდანობა ღმერთი მოწყალია წმინდანისთვის ზუსტად ნებისმიერი წმინდანი, ვინც არ უნდა იყოს, იგი ცხონდება ღვთის მოწყალებით. მაგრამ ეს ცოდნა საკუთარ თავზე უნდა განიცადო. თუ არა წმინდანი, სასუფეველში სხვა ვერავინ იქნება. შეუძლებელია, რომ ადამიანს ამის დატევნა არ შეუძლია. თუ ძველი აღთქმის მართლების კი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, იცით ეს. ანუ წმინდანი, ესე იგი წმინდანობა ჩვენი ვალდებულება. მაგრამ ვინ არის წმინდანი? ადამიანს საკუთარ თავს უდახედავს, წმინდანის გარდა ყველაფერს გავარ ეხლა მე. რომ საკუთარ თავში რო ჩავიხედავ. რა მეშველება? რა უნდა გავაკეთო? მაგრამ წმინდანობას თავის განმარტება აქვს. წმინდანი არის ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას დაიტევს. იყავ ნება ისენი, ჩვენ ვეუბნებით უფალს, იყავ ნება ისენი, იყავ ნება ისენი. რა არის ეს ღვთის ნება? როგორ უნდა დავიტიოთ ღვთის ნება? პირველ რიგში, როცა ამ სოფელში ვართ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, დავემორჩილოთ საღვთო ნებას. ჩვენი ნების მორჩილება საღვთო ნებისადმი ძალიან მარტივი გასაგებია ჩვენ პიროვნული ნებით ანუ პიროვნული არჩევანი გავაკეთოთ ღმერთო შენთან მინდა და ჩვენი ბუნებითი ნება ჩვენ ვიცით როგორ ეწინააღმდეგება ამას როგორ ეწინააღმდეგება როგორ არის ჩვენი ბუნებითი ეს აქტიური ძალა ნებელობა როგორ არის მსახური ჩვენი დაცემული ბუნების ქვენამიდრეკილებების როგორ არის და არის ისე რომ
შეუძლებელია რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. ყველაფერში ეწინააღმდეგება. ჩვენი დაცემული ბუნება არის აი გაუხედნავი ცხენი ან გაუწვდნელი ძაღლი. შეიძლება ასე ითქვას. რომელიც თავის ჭკუაზე დარბის, დახტის, დაცანცარებს, დაკონტროშობს. საკმარისია არ გააკონტროლო, თუნდაც აი სამოქალაქო თვალსაზრისით. ქრისტიანობაში თავი დავანებოთ, სამოქალაქო თვალსაზრისით, აი ყოფითი თვალსაზრისით, რო არ გააკონტროლო, შენი დაცემული ბუნება ყოველ წამს შეგარცხვენს, თავისი ფიზიოლოგიით შეგარცხვენს. თავისი გამჯდარი თვითგადარჩენის ინსტინქტით შეგარცხვენს, გამრავლების ინსტინქტით შეგარცხვენს. შეგარცხვენს, ყველაფერში შეგარცხვენს. ეს ხო ხვდებით ახლა ეს ამიტომ ადამიანი ვალდებულია რა არის კულტურა, ყოფითი კულტურა, როცა ადამიანმა იცის საზოგადოებაში ქცევის წესები. ანუ ეს ნიშნავს რომ ადამიანი იძულებულია ეს ცხოველი, რომელიც ჩვენშია, მუდამ აკონტროლოს. სხვანაირად შეუძლებელია, არ შეიძლება რომ არ გააკონტროლო. ეს ყოფაში. მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს ხომ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თუ საზოგადოება დაცემული, ცოდვილი, ამასოფლის სულით გააჟღენთილი საზოგადოება ვერ დაიტევს შენს ხორციელ ბუნებას, შენს ადამიანურ ბუნებას, გაუკონტროლებელს. როგორ დაიტევს სასუფეველი ამ ჩვენ დაცემულ ბუნებას? თუ მასში ღვთისნება არ განხორციელდა. მე ეშმაკიც არსებობს. ეშმაკი როგორ იქცევა? აი წარმოგიდგენთ, ძაღლი რო ყავდეს და ვიღაცა სუნდა რომ შენს ოჯახში შემოიპაროს და მოგკლას და მაგრამ ძაღლი არ უშვებს. დაიწყებს გემრიელი სასუსნავების დაყრას. ძაღლს მეტი რა უნდა? 1, 2, 3 და იმის მონამორჩილი გახდება და ისე შემოიპარება, ხმასაც არ მოიღებს, კიდევ ერთ ლუკმას მიიღებს და მოგკლავს. ეშმაკი ესე ცდილობს ჩვენი ბუნების გადაბირებას, მერე დამორჩილებას, გაწთვნას, მოთვინიერებას და თავის ჭკუაზე რო ატაროს. და ჩვენ ამაში ხელს უწყობთ. იმიტომ რომ არ ვაკონტროლებთ, მიუშვით თავის ნებას. ამიტომ ღვთის ნების აბსოლუტური მორჩილების გარეშე ჩვენი ადამიანური ნება არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ფაქტობრივად ის არის დაცემული ბუნების რეალიზატორი, შეიძლება ესე ითქვას. და ამიტომ არის რომ იქ სადაც წმინდანებიც კი ამბობენ რომ რაც ჩემი ნებით მithქვას ეს არაფერ მესარულს აქ ნათქვამი იქ ყოველთვის შემცდარვა, იქ ცდება ადამიანი. და რამხელა სიბრძნე გჭირდება ყოველდღიურობაში რომ მიხვდე რომ როგორ დაემორჩილო ღვთისნებას. და ეს ამით ადამიანის თავისუფლება კი არ იზღუდება. პირიქით, ამით შენი პიროვნული თავისუფლების რეალიზება ხდება, იმიტომ რომ შენ ხო აირჩიე რომ ქრისტე შენთან მინდა. და აი ამ პიროვნული არჩევანის თავისუფალი არჩევანის რეალიზება ხდება, იმიტომ რომ შენში არსებული ცხოველი და შენში არსებული დემონური სულისკვეთება ხელს აღარ გიშლის. და ესე იგი ამ ქვეყანაზე თუ ჩვენ გვინდა რომ წმინდანობის რეალიზება მოხდეს ჩვენში, რომ ჩვენი ვალდებულება არ არის პრივილეგია რაღაც გარკვეული კასტასი ეკლესიაში, არამედ ყველა ქრისტიანის ვალდებულება საჭიროა ვისწავლოთ ღვთის ნებისადმი დამორჩილება. და როცა გარდავიცვლებით, მაგრამ ეს ბრძოლა, აქ სულ ბრძოლა იქნება, მაგრამ როცა გარდავიცვლებით, თუ ჩვენ აი ამგვარად ვიბრძოლებთ, მერე ღმერთი საბოლოოდ განსწმენს ჩვენს ბუნებას და გარდაცვალების მერე თუ ვცხონდებით, ჩვენი ნება სრულ თანხმობაში იქნება ღვთისნებასთან. აღარანაირი წინააღმდეგობა აღარ იარსება, როგორც გეციმანის ბაღში გვასწავლა უფალმა, იყავ ნება შენი. ეს იქნება სრული თანხმობა. და ამიტომ ადამიანის თუ აქ ჩვენი ზრდა ჩვენი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ რომ იწოდება სინანულად, იმიტომ რომ ეს მეტამორფოზა ტკივილს უკავშირდება, ტკივილს იმიტომ რომ საკუთარ ნებასთან ჭიდილი ტკივნეულია, მარადისობაში ასევე გრძელდება რა მარადიული მეტამორფოზა და ესე იგი სწრაფვა ღვთისაგან და სრულყოფილებისაკენ სწრაფვა ის უკვე აღარ იწოდება სინანულად, იმიტომ რომ იქ უკვე საკუთარ ნებასთან ჭიდილი ადამიანს აღარ უწევს. ღვთის ნება და ადამიანური ნება სრულ უნისონში არის ერთმანეთთან და ჰარმონიაში და მხოლოდ ბედნიერებისა და სიხარულის წყაროთ იქცევა სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ეს მარადისობაში. როგორ დავემორჩილოთ მაინც ღმერთს? საერთოდ ძალიან ხშირად სვავენ ხოლმე ამ კითხვას, რომ აი ღვთის ნება
ჩვენს რა არის ღვთისნება, თქვა რაღაცა ცხოვრების სულ სიტუაციებში ესე თუ ისე, ამგვარად თუ სხვანაირად და ძალიან ხშირად კითხვა ისეა ხოლმე დასმული და ისეთი თემა წარმოჩინდება ჩვენწინ, რომ პასუხის გაცემა ცალსახად ესე იოლი არ არის. რა არის ღვთისნება? აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ან იმ კონკრეტულ შემთხვევაში რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იქ სადაც იქ ჩვენ ხშირად გვისაუბრია რა მექანიზმები არსებობს, რომ მეტნაკლებად რაღაცა გაარკვიო, მაგრამ არის ხოლმე ისეთი შემთხვევა, როცა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიხვდები. ვერ მიხვდები, შეუძლებელია ჩვენთვის გაგება რა უფრო მოსაწონია ღვთისათვის. არ ჩვენი სულიერებაა საკმარისი, წმინდა წერილშიც პირდაპირ ეს ჩვენი ამბავი ისტორია არ წერია და ასე შემდეგ. მაგრამ ღვთისნება რომ და უფრო მეტად დაიხვეწოს ჩვენი შინაგანი სამყარო ამ ყოველივეს განჭორათასი, ამისათვის საჭიროა რომ ღვთისნება გამოვლინდეს ჩვენს საკეთებელში. მე ვგულისხმობ ჩვენს ქრისტიანულ საკეთებელში. ანუ ჩვენი ქრისტიანული საკეთებელი ვაკეთოთ ისე როგორც ეს უნდა ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთს უნდა ჩვენთვის სიკეთე, ღმერთს უნდა ჩვენი ცხონება და მარადიული ბედნიერება. მაგრამ აი ეს საკეთებლები კიდევ ვიმეორებ, როცა კითხვას ვამეხვავ, რა არის ღვთისნება? ხშირად მithქვია თქვენთვის, რომ ნუ ეძებ, არც ფილოსოფოსობაა საჭირო, არც მჭრეტელობაა საჭირო, არ ძალიან დიდი ჩაღმავება, წერია. რა არის ღვთისნება? წერია. ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად, მან გამოსთქვა ადამიანურად, რა არის ჩვენი საკეთებელი. აი ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ. ეს არის ღვთისნება. როცა ჩვენ დაწერილ საკეთებელს ჩვენსას გავაკეთებთ, მერე ჩვენში ის ჭრეტელობის უნარიც გაიხსნება, რელიგიური ინტუიციაც გაძლიერდება, უფრო მეტად გვექნება ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან და უფრო მეტ რამეს მიხვდებით იმასაც, რაც თითქოს და პირდაპირ აწერია. დიახაც უხვადაა ჩვენი საკეთებელი მოცემული როგორც დავალება წმინდა წერილში. აი რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, პირველი, გვიყვარდეს ღმერთი მთელი ჩვენი არსებით და გვიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავი. ვითარცა საკუთარი თავი. ჩვენ ამ ცნებებს არ ვასრულებთ. არც მთელი არსებით ვცდილობთ ღმერთი გვიყვარდეს და მოყვასის როგორც საკუთარი თავის სიყვარულზე ლაპარაკის გიზედმეტია, მე წეღანას გითხარით. ანუ აი საკეთებელი მოცემულია, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მერე ვიყოთ ნათელი და მარილი ამასოფლისა, წეღანას გითხარით. ეს არის ვალდებულება, ეს არ არის ვიღაცების საკუთრება, წმინდა სერაფიმეს აროველისა, გრიგოლ ხანძთელისა, ეს ჩვენი საკეთებელია, თითოეული ჩვენთაგანის. ვიყოთ მოწაფენი ქრისტეს, ესეც გითხარით. არა ქრისტიანი, მე ვარ ქრისტიანი, ქრისტიანი, ეს ისეთი სიტყვა, რომელსაც ყველა ურწმუნოც კი, ესე იგი, იარლიყად მიიწებებს. ქრისტეს მოწაფე, ვინც დადო სული თვისი, ჩემთვის გინდა სახარებისათვის, გახსოვთ უფლის სიტყვები. სახარებისათვის რატო ვითომ? უფლისათვის საკმარისი არ არის? სახარებისათვის, ანუ აქტიური მოწაფეობა, ანუ ქრისტეს საქმის გამგზელებლობა, ღვთის თანამუშაკობა, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის. აი საკეთებელია ჩვენ, ვიყოთ თქვენ მოწაფენი ჩემნი ხართ. ვიყოთ მოწაფენი, ესე ჩვენი საკეთებელია. ვეძებოთ სასუფეველი გულში და ერთმანეთს შორის. აჰა, სასუფეველი თქვენ შორისაა, უფალი ამბობს. სასუფეველი თქვენს გულში ეძებეთ. ეს შეიძლება გადავიტანოთ ღვთისმსახურებაში და სასუფეველი თქვენ შორის ეს ჩავთვალოთ, როგორც თქვა, მოწოდება ლიტურგიკული მსახურებისადმი. სასუფეველი გულში ეძებეთ, ეს როგორც ღვთისმსახურება, განმარტოებული სენაკური, რასაც აი საკუთარ გულში ჩაღმავება და გონიერი ლოცვას სწავლა ქვია. ჩვენ დღეს ეკლესიაში არც ეც ვაკეთებთ სწორედ, არც მეორეს არ ვაკეთებთ სწორედ. სრული აღრევა ლიტურგიკული და ინდივიდუალური მსახურებისა. სრული აღრევა, ანუ სრული აღრევა სასუფევლის ძიებისა ჩვენ შორის და სასუფევლის ძიება საკუთარ გულში. ან ვერ გაგება ამისი, ვერ გაგება ნიშნავს, რომ არ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ ნიშნავს, ანუ საკუთარ საქმეს არ ვაკეთებთ, ღმერთთან კავშირი არ აგვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთი შეგვიძლია ვიპოვოთ ლიტურგიკულ მსახურებაში და ღმერთი შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარ გულში. როცა არც ერთია სწორად გაკეთებული და არც მეორე, კითხვა მაქვს და სად უნდა ვიპოვოთ ღმერთი? ჩვენი ხორცელი თვალით მას ხო ვერ დავინახავთ? ეს ჩვენი საკეთებელია, რომელსაც არ ვაკეთებთ. მერე ასევე ჩვენი საკეთებელი მოვიძიო ჩვენში არსებული ცოცხალი წყალი, ხო, როგორც ივანე მახარებელთან ორ ადგილას გვასწავლის უფალი,
რომ ესე იგი ჩვენს გულში უნდა იყოს წყარო ცოცხალი წყლისა, საიდანაც მიედინებიან მდინარენი მარადიული სიცოცხლისკენ. კვლავ მოწოდება შინაგანი ცხოვრებისაკენ, კვლავ მოწოდება გონიერი ლოცვისაკენ, საკუთარ თავში ჩაღმავებისაკენ. დღემდე არსებობენ საქართველოში მონოზვნები, რომლებიც ამბობენ კატეგორიულად, რომ არ შეიძლება გულში ჩასვლა და გონიერი ლოცვის სწავლა და მიზეზი ხიბლი იცისო. მაშინ როდესაც ყველა წმინდა მამა ამბობს პირიქით, რომ ხიბლის წყარო არის გარეგანი ეკლესიური ცხოვრება, თუ ის შინაგანისაგან განცალკევებით არსებობს. ამის კლასიკური მაგალითი ქრისტეს კვლელი ფარისევლები და ასევე თქვათ ამ წმინდანები მამების გაფრთხილება, რომლებიც განმარტავენ თუ რატო ხდება ეს. როცა ადამიანს აქვს ილუზია, ილუზორულ მდგომარეობაში ლოცულობს, აბა, იმდენ დაუჯდომელს და პარაკლისს იხდის და დაუჯდომელს კითხულობს, ლოცულობს. და არ ლოცულობს, ეგ არ არის ლოცვა. ამიტომ გესმით და იქ სადაც არის შინაგანი შემიწყალე, იქ თავს ვითი მოიწონებ. შემიწყალე. თამას ჭირდება გაცოცხლება, თორე ვერ გააკეთებ. და რო გააცოცხლებ, ხიბლის ხად გაიქნება, როცა საბრალო, დაღუპული, წარწყმედული ადამიანი ხარ და ღვთისაგან შეწყალებას ითხოვ და მგლოვარე ხარ. რელიგიურ წესს ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობა და გახსოვთ ეს სიტყვები, მოვედით ჩემ და ყოველი მაშრალი და ტვირთძიმენი და მე გაანგისვენოთ თქვენ. ეს სიტყვები როგორც ხშირად მithქვავს, არის არა რაღაც სენტიმენტალური რაღაც განწყობებს უნდა ბადებდეს, რომ აი დავიღალეთ შრომით და მივიდეთ უფალთან. ამ სიტყვებში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება გარეგანის ჯულით დაღლილი ძველი აღთქმის ადამიანი, რომელიც ქრისტესთან მივა. გარეგან ჯულს, ანუ გარეგან რელიგიურობას უპირისპირებს ქრისტე სხვა რელიგიურობას. სხვა ჯულს, ეს ჯული არის მოვედით ჩემ და ქრისტე ამბობს. გესმით? აი ეს არის გარეგანი რელიგიური წესი, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს, მას უნდა ჩაენაცვლოს. და ეს რაც ხდება, უნდა ხდებოდეს იმისთვის, რომ ქრისტესთან მივიდეთ, მოვედით ჩემ და ყოველი მაშრალნი, ყველაფრით, მათ შორის გარეგანი რელიგიური წესით, მოვედით ჩემ და მე განგისვენო თქვენ. ესეც ასევე მინიშნება სწორედ იმაზე, რომ ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან არის მთავარი სარწმუნოებაში, რელიგიურ ცხოვრებაში. და აი ყოველ განსვენება სულთა თქვა და განსვენება ეს არის იგივე ისიხია. ანუ კვლავ შინაგანი განმარტოებული მყოფობა ღმერთთან და შინაგანი მდუმარება. ანუ კვლავ მოწოდება შინაგან ლოცვაზე, სხვანაირად შეუძლებელია უფალთან მისვლა. აი კვლავ ისევ გარეგანი რელიგიურ ცხოვრებას რელიგიური ცხოვრების საპირისპიროდ შინაგანი რელიგიური ცხოვრება და გახსოვთ აი უფალო ხას უსავს, რომ თქვენო ჭურჭელის რეცხვაზე რო საუბრობს, სულ წმენდა რეცხს და ამ ჭურჭელს გარედან, მერე საფლავზე საუბრობს, რომ ესე იგი ამყოფთ ამ საფლავს და გალენა ლამაზია, მაგრამ შიგნით რა ხდება საფლავში და ასევე ჭურჭელი შიგნიდან ესე იგი ჭუჭყიანია. არ უარყოფს უფალი გარეგან გაპრიალებას და ესე იგი განწმენდას ჭურჭლისა და საფლავის მოვლას, მაგრამ უფალი ხას უსავს, რომ შინაგანი უნდა განიწმინდოს. ესეც კვლავ და კვლავ ესე იგი შინაგან სულიერ ცხოვრებაზეა აქცენტი გაკეთებული და არა ჭურჭელზე თავისთავად ცხადია. და კვლავ გონიერ ლოცვაზე საუბრობს უფალი, როცა გვეუბნება, რომ სიმბოლურად თუცა საუბრობს, რომ სანთელი გვამისა არის თვალი და შემდეგ კონტექსტი ისე გრძელდება, რომ საუბარია, რომ მიხვდებით, რომ საუბარია არა ფიზიკურ თვალზე, არამედ გონების თვალზე. და გვეუბნება უფალი, რომ როგორც ხილული ფიზიკური თვალის ჩინი რო აკლდება ადამიანს, მისთვის სამყარო ბნელდება. ასევე თუ გონიერი თვალი არის დაბნელებული ჩვენში, ჩვენ გვეკარგება უნარი ღვთაებრივი ნათლის ხილვისა. და მთელი ასკეტური სწავლება არის იქითკენ, რომ ჩვენში ეს შინაგანი თვალი ახილული იქნას და ამას ჭირდება სწორედ კვლავ და კვლავ შინაგანი სულიერი ცხოვრება. აი ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა არის ღვთისნება, აი ამ ყოველივეს და კიდევ უამრავი საკეთებელი, რომელიც წმინდა წერილში ასე უხვად არის მოცემული. და თუ ჩვენ ამ ჩვენ საკეთებელს არ გავაკეთებთ, ღვთისნებას არ დავემორჩილებით. თუ ღვთისნებას არ დავემორჩილებით, მაშინ ჩვენი ნებით ვიცხოვრებთ, თუნდაც რელიგიურ ცხოვრებაში, ხოლო საკუთარი ნებით მაცხოვრებელი ადამიანი ძმებოდადებო ქრისტეს ვერ იცნობს, ვერ დაინახავს, ვერ შეხვდება აქ და შესაბამისად მარადისობაში მას დაკარგავს.
მაგრამ ჩვენ აქ იმიტომ ვართ და იმიტომ საუბრობთ ამ თემებზე, რომ ეს ყველაფერი ცუდი არ მოხდეს ჩვენში, მოიყოფინ როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, არამედ აქ ვართ იმიტომ, რომ პირიქით ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც საჭიროა. ანუ ვიცხოვრობთ სწორად, ვიცხოვრობთ შინაგანი სულიერი ცხოვრებით. ვისწავლოთ ღვთისნების გამოძიება წმინდა წერილიდან და ვისი მორჩილება. ვისწავლოთ ღვთის ერთგულება მთელი ჩვენი არსებით და ვისწავლოთ მოყვასის სიყვარული როგორც საკუთარი თავი. და ამის შედეგად მივიღებთ შედეგს, ჩვენ აქვე ამ სოფელში ვიცნობთ და შემდგომში შევხვდებით ღმერთს და მარადისობაში კი მასთან ერთად ვიქნებით, როგორც ცხოვარნი ჩვენთვის გამზადებულ იმ ადგილას, რომელსაც მარადიული სიხარული და სასუფეველი ქვია. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.